თუ კი ადრე ტყუილის გავრცელება შესაძლებელი იყო ზეპირსიტყვი არა თუ მხოლოდ ტელევიზორით, ახლა წამებში შეიძლება მიწვდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს, იმიტომ რომ გვაქვს ეს ციფრული ეპოქა. რა არის მიზანი დღეს შექმნილი ყალბი ამბების? საინფორმაციო ომის მიზანია ადამიანებს შეაშინონ, გააჩუმონ, ქაოსი შექმნან, ყველა ჩაიკეტოს თავისთვის და მაგალითად აღარ გამოხატონ თავისი კრიტიკული მოსაზრება სხვადასხვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რა არის პირველი ნაბიჯები გადასადგმელი ამ მიმართულებით? ვინ აზიარებს ამას? ვის მოსწონს? ვინ აკომენტარებს? ნამდვილი ადამიანები არიან თუ ყალბები არიან და უბრალოდ ჩვენი შეცდომაში შეყვანა უნდა. განსაკუთრებით პოლიტიკოსი ქალები, აქტიური ქალები ხდებიან ხოლმე სამიზნეები. არა მხოლოდ ჩვენი საქმიანობის გამო, არამედ გარეგნობის გამო, ჩაცმის გამო, პირადი ცხოვრების გამო და ასე შემდეგ. მოგესალმებით, ეს გადაცემა ქალის ხმა, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი შორინა ბიჭიკაშვილი ვარ. დღეს ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც სიცრუესა და სიმართლეს შორის ზღვარი თანდათან ბუნდოვანი ხდება. ძნელია გაიგო რა არის ყალბი ამბავი, რა არის სიმართლე, მით უმეტეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილმა ვიდეოებმა საზოგადოებაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. დღეს ჩვენი სტუმარია ნინო დოლიძე, მას მაყურებელი კარგად იცნობს და წარდგენაც არ ჭირდება. დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო ნინო, ამ მიმართულებითაც ექსპერტი ბრძანდებით და საინტერესოა თქვენთან საუბარი. ბოლო წლები ვიცი აკვირდებით თქვენ ამგვარ გამოწვევს, ამგვარ ბარიერებს, რასაც ვაწყდებით განსაკუთრებით მოქალაქეები საქართველოში. მინდა საუბარი დავიწყოთ თქვენთან პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, თქვენი დროისთვის. რატომ იქმნება ყალბი ამბები? რატომ ხდება ადამიანების ასე ვთქვათ დისკრედიტაცია, გაშავება? რა არის მიზანი დღეს შექმნილი ყალბი ამბების? ვიცით რომ ადრე თუ იყო რაღაც პოსტი, მხოლოდ ტექსტის გარჩევა გვიწევდა, რომ რამდენი ყალბი იყო თუ არა ეს ინფორმაცია. ახლა ჩვენ ვიწევს იმის ასე ვთქვათ გაშიფრვაც, დაკვირვებაც, რომ ეს ვიდეო ყალბია თუ არა, ეს ხმა ყალბია თუ არა. აი თავარი მიზანი რა არის ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, რომ ვთქვათ რა თქმა უნდა ამ გამოწვევის წინაშე მსოფლიო დგას. კიდევ ვიმეორებ, ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში. თავარი მიზანი რა არის? კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაცია, საინფორმაციო კამპანიები, ყალბი ამბები შექმნა. რომ გითხრათ მაყურებელს აუხსნათ. მოგესალმებით შორენა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ნამდვილად მიხარია რომ დღეს აქ ვარ და მომეცა ეს შესაძლებლობა და მართლაც საინფორმაციო ომი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სოფლიოსთვის და შესაბამისად საქართველოსთვის და ის საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებებს და რეალურად იმას, რომ ადამიანი იყოს სწორად, ობიექტურად ინფორმირებული. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საინფორმაციო ომში და ომი რატომ ქვია, რომ აქ იარაღი არავით ყვია, მაგრამ იარაღი არის სიტყვა, ინფორმაცია და შესაძლოა ეს ინფორმაცია ისე იყოს დამახინჯებული, ისე იყოს მანიპულირებული, ისე იყოს შეცვლილი, რომ ადამიანებს სულ სხვაგვარად შეექმნას წარმოდგენა მიმდინარე პროცესებზე. და ვის შეიძლება აწყობდეს, ხო თქვენ კითხვა დასვით, რომ რატომ კეთდება ეს? სხვადასხვა ინტერესები შეიძლება იყოს ამისი, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ინტერესი, ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ინტერესი, შეიძლება იყოს პირადი ინტერესი, სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა ინტერესები აქვს, მაგრამ დღეს ცდილობენ ადამიანებს ზეგავლენას, მათ მოსაზრებებზე ზეგავლენას იმისათვის, რომ აი ვინც ამას აკეთებს, მათი ინტერესი იყოს გატარებული. და რატომ არის დღეს ეს უფრო გამოწვევა, ხო? საინფორმაციო ომი და პროპაგანდა ეს ახალი არ არის. ეს ისტორიას მოყვება ძალიან ძველი პერიოდიდან, მაგრამ დღეს ჩვენ ცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში. დღეს ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, სოციალური ქსელები და თუ კი ადრე ტყუილის გავრცელება შესაძლებელი იყო ზეპირსიტყვი არა თუ მხოლოდ ტელევიზორით, ახლა წამებში შეიძლება მიწვდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს, იმიტომ რომ გვაქვს ეს ციფრული ეპოქა და რა თქმა უნდა კიდევ უფრო დამაზიანებელია იმის გამო, რომ ფართედ ვრცელდება, იმის გამო, რომ ყველა ოჯახში აღწევს და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად აზიანებს დემოკრატიას, არყევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებებს და რეალურად ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. კი ბატონო, წეხანაც ვახსენეთ, როდესაც ტექნოლოგიები ასეა დახვეწილი, თქვათ ძნელია მართლაც გავარჩიოთ ყალბი ინფორმაცია სიმართლისგან. რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რა უნდა კეთდებოდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს კი ბატონო, მათი უფლება იცოდნენ სიმართლეს. კი ბატონო, ნახეთ, ერთია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მედია
იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ მედიაც განსხვავდება ძალიან ხშირად და ზოგიერთ მედიას თავისი დღესწესრიგი აქვს და შესაძლოა რაღაცა манипуляციურ ინფორმაციას ავრცელებდეს. მაგრამ დღეს რადგანაც ინტერნეტით და სოციალური ქსელებით იღებენ ადამიანები ინფორმაციას, მე მინდა რომ მოქალაქეებს რამდენიმე რჩევა მივცე ამ მიმართულებით. პირველ რიგში, როდესაც ისინი რაიმე ტიპის ახალაყავს გაეცნობიან, პირდაპირ არ მიიღონ როგორც მტკიცებულებად, არამედ კრიტიკული აზრით შეხედონ. რომ იქნებ ვიღაცა მატყუებს, იქნებ ვიღაცას ჩემს შეცდომაში შეყვანა უნდა, ხო? ამიტომ პირველი რაც არის, კითხვა უნდა დასვან, რატომ არის ეს ინფორმაცია, რატო ვრცელდება? შემდეგ კითხვა უნდა დასვან, ვინ ავრცელებს და ვინ არის გამავრცელებელი, ენდობიან თუ არა და სულ მცირე ორ წყაროში მაინც გადაამოწმონ ეს ინფორმაცია ნამდვილია თუ არ არის. ასევე ადამიანებმა შეიძლება ნახონ, რომ რაღაცა ინფორმაცია გავრცელდა Facebook-ზე და რაღაცა ბევრი მოწონება აქვს, ბევრი სიცილი აქვს, ბევრი გადაზიარება აქვს. ადამიანები უნდა შევიდნენ და ნახონ, ეს მოწონება რეალური ადამიანების მხრიდან არის. რეალური ადამიანები წერენ კომენტარებს, თუ ეს არის ყალბი ანგარიშებით გაკეთებული. იმიტომ რომ დღეს მათ შორის ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ არა მხოლოდ რეალური ადამიანები არიან შექმნილი სოციალურ ქსელში, მაგალითად თქვენ შორენა, მე ნინო, არამედ ყალბი ანგარიშებია შექმნილი ეგრეთ წოდებული ტროლები, ბოტები და სინამდვილეში ისინი წერენ რაღაც კომენტარებს, ისინი აზიარებენ და ადამიანს შეიძლება ეგონოს ნამდვილი ამბავი. შეიძლება ეგონოს, რომ უი ნამდვილად ბევრს მოსწონს, იქნებ მართლა საინტერესოა. ამიტომ მე ყველას ურჩევ, რომ ერთი რომ გადაამოწმონ წყაროებთან და მე შეხედონ, ვინ აზიარებს ამას, ვის მოსწონს, ვინ აკომენტარებს, ნამდვილი ადამიანები არიან, თუ ყალბები არიან და უბრალოდ ჩვენი შეცდომაში შეყვანა უნდათ. და აქვე ერთს დავამატებ, რომ ნახეთ სოციალური ქსელები მათ შორის როგორ მუშაობენ, ხო? შენ თუ ერთხელ რაღაცა მოგეწონა, შემდეგ ისე იგივე ტიპის ინფორმაციას გიგდებს, იგივე ტიპის ინფორმაციას და ხომ არ ხდება, რომ რაღაცა ერთ სივრცეში აღმოჩნდით და სხვა სივრცეებში ვეღარ გადაგდიხართ. ანუ პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, ჯგუფებად ყალიბდება ადამიანები და სხვა განსხვავებული ინფორმაციებს ვეღარ ისმენს და ვართ ჩაკეტილი ჩვენ სივრცეში, სადაც მარტო ჩვენაირი ადამიანები არიან და განსხვავებულ აზრს ვეღარ ვიღებთ. მოკლედ ეს ძალიან დიდი და სიღრმისეული თემაა სინამდვილეში. მოკლედ ამის აღწერა ძალიან რთულია, მაგრამ ყველა შეკითხვა, ყველა პოსტი, ყველა ახალი ამბავი კრიტიკულად უნდა შეხედონ, კრიტიკულად გაანალიზონ, გადაამოწმონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიჯერონ. ნინო, მინდა ქალებზე კითხოთ, განსაკუთრებით პოლიტიკოს ქალებზე თქვენ არჩევნები, ექსპერტი ბრძანდებით, საარჩევნო მიმართულებით იცის საზოგადოებამ და საინტერესოა თქვენი დაკვირვება და თქვენი გამოცდილება ამ მიმართულებით. განსაკუთრებით პოლიტიკოსი ქალები, აქტიური ქალები ხდებიან ხოლმე სამიზნეები, ასე ვთქვათ, წინა საარჩევნოდ ყოველთვის, რომ მათზე ვრცელდება დეზინფორმაცია, აი ესე ვირუსულად ვრცელდება, როგორც ახსენეთ, ხო? და მარტივი ამ ახალი ტექნოლოგიებით ასე უცებ გავრცელდეს ყალბი ინფორმაცია. ვრცელდება არა მათი საქმიანობის შესახებ, არამედ მათი პირადი ცხოვრების, სხვა კუთხით შეიძლება და აი ამაზე ხშირად ისინი ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან ხოლმე. აი თქვენი დაკვირვებით ეს რამდენად მუშაობს ჩვენ საზოგადოებაში? კი, ნახეთ, ჩვენ საქართველოში სადაც პრობლემა გვაქვს, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა არ არის მაღალი, იცით, როგორც პარლამენტის დონეზე, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობაში და ეს დიდი ხნის პრობლემაა მარტო ახლა არა და სხვათა შორის ბევრი რამ ცადეთ, რომ გაზრდილიყო, მაგრამ თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ ამ ციფრულ ეპოქაში ქალების დისკრედიტაცია და ქალების დისკრიმინაცია კიდევ უფრო ადვილი გახდა. იმიტომ რომ ჩვენ ქალები ზოგადად, როდესაც აქტიურები ხდებით, უფრო მეტად ვართ სამიზნეები, არა მხოლოდ ჩვენი საქმიანობის გამო, არამედ გარეგნობის გამო, ჩაცმის გამო, პირადი ცხოვრების გამო და ასე შემდეგ და ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი, საკმაოდ ბევრი მაგალითი, რომ აქტიური ქალები იქნებიან, ეს პოლიტიკოსი ქალები, აქტივისტი ქალები, ჟურნალისტი ქალები თუ ასე შემდეგ, მათი დისკრედიტაცია როგორ ხდება სოციალურ ქსელში. ფიზიკურ გასაგებო გარეგნობაზე, ხაზგასმა, მათ საქმიანობაზე, მათ ჩაცმულობაზე და ეს რა თქმა უნდა, ნახეთ, რას იწვევს ხშირად ადამიანების გაჩუმებას იწვევს, საკუთარ თვითცენზურას იწვევს, რომ ამდენჯერო თავს გესხმიან. შეიძლება შენ მაგარი ხარ და გადაიტანო, მაგრამ ოჯახის წევრი ყავს, მეუღლე ყავს, ძმა ყავს, დედა ყავს, მამა ყავს, შვილი ყავს და ძალიან ხშირად ეს აჩერებს ქალებს. ამიტომ ჩემი რაღაცა რეკომენდაცია იქნება ქალებისთვის, რომ მეც ბევრჯერ გადამიტანია ონლაინ ბულინგი და ჩემს მიმართაც ძალიან ბევრჯერ იყო. ერთი რეკომენდაცია არის, რომ თუ გინახავთ ასეთ ქმედებას, აუცილებლად დაარეპორტეთ და გამოიყენეთ სოციალური ქსელები
არის ეს რეგულაციები, სადაც აკრძალულია ასეთ მაგალითად რაღაცა ვულგარული თუ შემავიწროებელი სექსუალური შევიწროება თუ ხდება ასეთ რამ, ან თუ კი ძალადობას აქვს ადგილი მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რა თქმა უნდა, სამართალდამცავებს მიმართონ. ანუ გამოიყენონ ყველა მექანიზმი სოციალურ ქსელშიც ბულინგის და დისკრედიტაციის და ძალადობის წინააღმდეგ და ასევე ვურჩევ რომ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ეცადეთ არ მიაქციოთ რომ ამან თქვენი გაჩვენება არ გამოიწვიოს და მაინც გააგრძელოს ბრძოლა. რაღაც პერიოდის მერე კი არ არის კარგი, მაგრამ ეჩვევი, კანიკი სხელდება და აგრძელებ მერე მუშაობას. ეს არ არის კარგი მიდგომა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ თუ კი გვინდა აქტიური ცხოვრება, ეს სამწუხაროდ თანმდევი გახდა და კიდევ ერთხელ ქალთა მიმართ ეს კიდევ უფრო აქტუალური შესამჩნევია, ვიდრე კაცების. თუმცა ზოგადად საზოგადოებაში არავის იაკლებენ ხელს ჩვენ ისეთი დისკრედიტაციის კამპანიები გვაქვს ნახე სოციალურ ქსელში, რომ მართლა წარმოუდგენელია. მაგრამ ეს არის დღევანდელი ეს პოლარიზაციაზეც მინდა იგივე სოციალურ ქსელში რამდენად არის საზოგადოება თუნდაც აი ამ ინფორმაციის გავლენის ქვეშ პოლარიზება ხდება ხო საზოგადოება კი ნახეთ ერთი რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელები და უდიდესი მიღწევა იმ ნაწილით რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ფართოდ მივაწვინოთ ხმა და ერთის მხრივ ეს არის უდიდესი სარგებელი საზოგადოებისთვის რომ ინფორმაცია მიიღონ და გაეცნონ და ასე შემდეგ მაგრამ მეორეს მხრივ თუ ადამიანს არ აქვს საკმარისი მედია წიგნიერება და არ იცის ნავიგაცია სოციალურ ქსელში შესაძლოა ის მსხვერპლი გახდეს ამის. ამიტომ ერთის მხრივ კარგია, მაგრამ ძალიან კარგია თუ ადამიანები საკუთარ თავზე იმუშავებენ და რაღაცა მეტად გაეცნობიან როგორ მუშაობს ეს სოციალური ქსელები და თქვენ სწორად აღნიშნეთ, მათ შორის ეს იწვევს საზოგადოების გახლეჩვას. იგივე ამ ტროლების და ბოტების გამო ისინი შემოდიან ინტერაქციაში თითქოს ნამდვილი ადამიანები არიან ძალიან აგრესიულები, ისეთ ტონს იყენებენ, რომ არის გამხლეჩავი და არა რაღაცა შემკვრელი საზოგადოების და ეს მავნე აქტორები არადემოკრატიული აქტორები სწორედ ამიტომაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ მათ ნახეთ რა უნდა გააკეთონ. საინფორმაციო ქაოსი შექმნან, შიშებით ადამიანები გააჩუმონ, რომ ისინი არ იყვნენ ხმამაღალი შემდეგ მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ რასაც უყურებთ, ეს არის საინფორმაციო ომი, ქაოსი, სადაც უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ჭირს ტყუილისა და მართალის გარჩევა, იმიტომ რომ ამდენი ინფორმაციაა, და ესეც არის მიზანი, რომ საინფორმაციო ომის მიზანია ადამიანები შეაშუნონ, გააჩუმონ, ქაოსი შექმნან, ყველა ჩაიკეტოს თავისთვის და მაგალითად აღარ გამოხატონ თავისი კრიტიკული მოსაზრება სხვადასხვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ნინო, თქვენ ახსენეთ, რომ არ განსაკუთრებული განათლება აქ არაფერ შუაშია და სპეციალური ცოდნა არ ჭირდება ადამიანს, უბრალოდ კითხვის დასმა საკუთარ თავში, თქვათ პატარა დაკვირვება, რომ გაარჩიოს ყალბი ამბავი, მაგრამ მაინც მაინტერესებს მედია წიგნიერების მნიშვნელობა, რატომ არის აუცილებელი რომ ამ მიმართულებით მეტი ცოდნა ჰქონდეთ ადამიანებს და თქვათ რა არის პირველი ნაბიჯები გადასადგმელი ამ მიმართულებით ჩვენ წლების განმავლობაში იგივე არჩევნების პერიოდმა თქვენ უკეთ მოგეხსენებათ და ამ დაკვირვებამ გვაჩვენა თუ რა საფრთხებისა და პრობლემების წინაშე დავდექით აი ამ მიმართულებით რომ არ აქვს ინფორმაცია ასე ვთქვათ, არ მინდა სხვა სიტყვები ვიხმარო. არის ეს სანჩოლებრი ამბავია და არც არავისთვის შეურაცხყოფელი არ არის. ყველა ვსწავლობთ და ყველა ვიზრდებით, ხო? როდესაც ხდება პროგრესი და რაღაცეები ვითარდება, ჩვენც გვიწევს ამ ყველაფერს ვისწავლოთ და დავეცვიოთ. ვიღაცეები უფრო წინა, იმიტომ არიან რომ ამ მიმართულებით მუშაობენ, ვიღაცები უბრალოდ ამ მიმართულებით არ მუშაობენ და შესაძლოა არ იცოდნენ, ხო? ეხლა მე მაგალითად სულ არ ვიცი ფიზიკა, მათემატიკის მიმართულებით რა პროგრესია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც თუ მომინდება გავერკვევი. ისე არის აქაც, ხო? ეს არის საინფორმაციო ოპერაციები, რომელიც სოციალურ ქსელებში და სოციალურ სივრცეში, ასე ვთქვათ, ციფრულ სივრცეში არის. ამას სჭირდება გაცნობა, გათვითცნობიერება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძალიან კარგად გაერკვევა, უბრალოდ ადამიანს, რომელსაც სხვა საჭიროებები აქვს ის განმავლობაში მუშაობს და შემდეგ უბრალოდ საღამოს შეიხედავს Facebook-სა თუ TikTok-ს და შეიძლება არ იცოდეს. ამიტომ რჩევები იგივეა, ახაც თქვენ თავიდან როგორც თქვი, რომ პირველ რიგში შეკითხვები დასვას, ვინ ავრცელებს ამას, რა მიზნით ავრცელებს, გადამოწმებადია თუ არა, ნამდვილ ადამიანებს ეხება თუ არა და ასევე ერთი რამ რაც კიდევ არის მნიშვნელოვანი არის ემოციებზე ხომ არ თამაშობს ესეთი ინფორმაცია ხომ არ არის იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყალბი ინფორმაცია სწორედ ემოციებზე თამაშობს შიშები სიხარული თუ სხვა მაგრამ ადამიანის ემოციებზე რამდენად ნეიტრალურად წერია ფაქტები არის მოყვანილი თუ არა აი ამას უნდა დააკვირდნენ ადამიანები მედია წიგნიერება ნიშნავს ამას რომ მედია აქცელებს თუ არა ნამდვილად. თუ ყალბი გვერდი აქცელებს, ხო, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სრულ მედია გვერდებიც არის შექმნილი. ამიტომ ვენდობით თუ არა მედიას, რომელიც წერს, ვენდობით თუ არა ადამიანს, რომელიც წერს, რეალური ადამიანია თუ არა, რომელიც აქცელებს ამ ინფორმაციას,
ხელოვნურად ხომ არ არის გაზრდილი მისი აქტივობა. ნახეთ, სხვა დროს ამ ადამიანს აქვს 15-20 მოწონება და უცებ რაღაცა 500 დაადასი. ხელოვნურად ხომ არ არის ეს გაზრდილი? კითხვების დასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე თუ კი რაღაცა საგანგაშო ინფორმაცია ვნახეთ, მოდი შევიდეთ ინტერნეტში დავაკოპიროთ და სხვაგანაც არის თუ არა ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ თუ ახალი ამბავია, სხვა მედია საშუალებებიც ხო გაავრცელებენ. ანუ გადამოწმება 2-3 წყაროსთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი აქტორია, პოლიტიკურ სივრცეში არადემოკრატიული აქტორები, ვისაც აი ეს უნდათ. კერძო სექტორში ვიღაცა შეიძლება თავისი პროდუქტის გაყიდვა უნდა და ამიტომ გვთავაზობს რაღაცას, ან ვიღაცას თავისი პერსონალური რაღაც ინტერესები აქვს. ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ვიყოთ ინფორმირებული. გქონდეს ობიექტური ინფორმაცია, ამიტომ ჩვენი ინტერესია, რომ ვიცოდეთ რეალური ინფორმაცია და არ მოვტყუდეთ და არ გავხდეთ სხვაგვარი. კი ბატონო, ჩვენი ორგანიზაცია ბოლო წლებში მუშაობს ამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ტექნოლოგიების, ასე ვთქვათ, განვითარებას შეძლებს დაგვარად ვუწყობთ ფეხს და ვცდილობთ, რომ ჩვენს გარშემო, ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად მივაწვდინოთ ინფორმაცია ხმა მათ შორის ქალებსაც, ხომ? არიან ადამიანები ინტერესდებიან ვიღაც მეწარმეა, ვიღაცა ბიზნესის კუთხით ინტერესდება და ასე შემდეგ. ეს არის კერძო ინიციატივები, ასე ვთქვათ, ხო? აი, მინდა წეგან ვახსენე პირველი ნაბიჯები, რა უნდა იყოს ზოგადად, რომ აი ეს მასიურად მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულება ამ კუთხით, რომ აიმაღლონ ცოდნა მედია წიგნიერების კუთხით. კი, ნახეთ, ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. პირველ რიგში ეს მე მინდა ისმეს იმას უთხრა, რომ კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესეც რო იცოდნენ, მაგალითად სოციალური ქსელები იქნება თუ სხვა პაროლები რომ უნდა გქონდეთ, პერსონალური მონაცემები ყველგან არ უნდა გააზიარონ, იმიტომ რომ შეიძლება გამოყენებული იქნას. საკუთარი ბარათი მაგალითად ყველაფერს არ მიაბან, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ ეს რაღაცა გამოიყენოს, რაღაცა ლინკები, ანუ ბმულები, როდესაც შეიძლება მოუვიდეთ, იმას არ დააჭირონ ხელი და არ გადავიდენ. ერთი არის ეს კიბერჰიგიენა და ცოდნა იმის, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდეთ ონლაინ თაღლითობის სხვერპლი, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს პოლიტიკას და ეკონომიკას რო თავი დავანებოთ, ჩვენთვის პერსონალურად დამაზიანებელი იქნება და მეორე რა არის გასაკეთებელი. თუ კი ვინმე ამაში მეტად ერკვევა, იქნება ეს მედია ორგანიზაცია, თქვენი ორგანიზაცია, ინდივიდუალური ჯგუფები, კერძო სექტორი, ერთობლივი მუშაობა არის ამისთვის საუკეთესო გამოსავალი. ევროკავშირმა მაგალითად შეიმუშავა ძალიან კარგი მთლიანი საზოგადოების მიდგომა, სადაც წესით სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი, მედია სექტორი, აკადემიური სფერო, კერძო სექტორი ყველა ერთად უნდა მუშაობდეს ამ ასეთი საფრთხეების წინააღმდეგ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს შესაძლოა არ იყოს მხოლოდ პატარა. არამედ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის ჩარევა, მათ შორის ჩვენზე ზემოქმედების მიზნით. ამიტომ წესით ჩვენ ამაზე ერთად უნდა მუშაობდეთ და არა ცალ-ცალკე, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ და მართლა თითოეული ადამიანის ვალი უნდა იყოს, რომ თვითონაც ობიექტურად იყოს ინფორმირებული, მაგრამ სხვასთანაც შეცდომა არ გაავრცელოს, არასწორი ინფორმაციის გამავრცელებელი არ გახდეს და სხვისი, ასე ვთქვათ, არასწორად ინფორმირება არ მოახდინოს. ეს არის პასუხისმგებლობა რეალურად, როგორც საკუთარ თავზე, ასევე სხვებზეც რო ვესაუბრებთ, რომ ჭორები არ გავავრცელოთ, შეთქმულების თეორიები არ გავავრცელოთ და ვიღაცას რაღაცა შემთხვევით არ მოუგონოთ. ხელშემწყობები არ ვიყიდეთ მართულები. დიდი მადლობა ნინო საინტერესო საუბრისთვის, ნამდვილად ამოუწურავია ეს საკითხები და საზოგადოებას აინტერესებს რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანიც არის რომ ამ მიმართულებით მათ აუმაღლდეთ ცნობიერება. მაყურებელს შევახსენებ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ნინო დოლიძე, მე კი მომდევნო გადაცემამდე დაგვემშვიდობებით.